გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. ძალადობა და სიძულვილის ენა, ვინ ახალისებს დესტრუქციას საქართველოში. პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი კომიტეტში პირველი მოსმენით გავიდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს გიორგი გახარია პასუხობს. საქმე ეხება 20 ივნისის მოვლენებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე პრემიერ-მინისტრობის დროს გახარიას საქმიანობას. გიორგი გახარია კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებდა და ცდილობდა კონკრეტული კითხვებისთვის ზოგადი პასუხი გაეცა. კომისიის წევრებმა ის რამდენჯერმე ტყუილში ამხილეს. ხდომის დეტალებს ნინო არღულიანი გაგვაცნობს. ნათია, ზუსტად 2 საათია გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხობს და ამ 2 საათის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორც კითხვებზე თავის არიდების მცდელობა, ისე ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. მაგალითად, გიორგი გახარიამ თქვა, რომ სრულ პასუხისგებლობას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თავად იღებს, რადგან აქციის აგრესიულად დაშლის ბრძანება მან გასცა, თუმცა რამდენიმე წუთში აქციის აგრესიულად დაშლის ბრძანების დაბრალება, აგრესიულად დაშლის დაბრალება და რეზინის ტყუების გამოყენება სამართალდამცველებისთვის სცადა, რადგან ის განმარტავს, რომ ეს ბრძანება მას არ გაუწია, სამართალდამცველები თვითმოგერიების რეჟიმში იყვნენ. ამბობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი. გარდა ამისა, დღეს გიორგი გახარიას ასევე კითხეს, არსებობდა თუ არა წინასწარ გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედათ სამართალდამცველებს, რაზეც მან უპასუხა, რომ გეგმა არსებობდა, თუმცა თია წულუკიანმა წარმოადგინა ეს დოკუმენტი და ამ დოკუმენტში რამდენიმე ფურცელი საერთოდ სარიელია. ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს რეზინის ტყუები უნდა ყოფილიყო. ამ კითხვებზე დღეს გახარიას პასუხი არ ჰქონდა. კიდევ ერთი ინფორმაცია, რაც დღეს გახდა ცნობილი, არის ის, რომ გიორგი გახარია აქციის დაშლის დროს არავისგან იღებდა რჩევებს, მიუხედავად იმისა, რომ მან თქვა, რომ რჩევებს ვახტანგ გომელაურისგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისგან იღებდა, მოგვიანებით ვერ გაიხსენა, რას ურჩევდა ის და მოგვიანებით წულუკიანმა თქვა, რომ ეს არის ტყუილი. რამდენიმე წუთის წინ სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას კითხა, რამდენი პოლიციელი მონაწილეობდა საპოლიციო ღონისძიებაში. გახარიამ დღეს ესაც ვერ გაიხსენა. მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ესენი არიან ცავა და სხვა საქართველოს მოქალაქეები, ვინც 20 ივნისს დაზიანდა, არაერთი მათგანი მძიმედ შტურმის მოგერიებისას, მათ იჩივლეს სტრასბურგის სასამართლოში და დადგა გადაწყვეტილებაც, სადაც არაერთ ნაწილში საქართველოს სახელმწიფო გამტყუნდა ამ მოქალაქეების პირისპირ დავაში. პარლამენტის წინააღმდეგ შტურმი მიმდინარეობდა, ეს შტურმი იყო მოსაგერიებელი და სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგი დასაცავი. ეს წერია ამ გადაწყვეტილებაში, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში შემდეგ არაერთი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა შტურმი მოგერიებული. დავიგე და მესმის, რომ დღეს შეიძლება აქტუალური აღარ არის საკითხი, ვინ გასცა 20 ივნისს პარლამენტის შენობაზე შტურმის ბრძანება და მესმის ძალიან კარგად, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილები ცავა და სხვების საქმესთან დაკავშირებით მოგყავთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, ვაფასებ თქვენს გამოცდილებას სტრასბურგში მუშაობის, მაგრამ სტრასბურგს არ უთქვამს არაფერი მსგავსი, რაც თქვენ ხარ ჩამოთვალეთ. სტრასბურგმა პირველ რიგში თქვა შემდეგი რამ. მან დაადგინა ხარვეზი გამოძიების ნაწილში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნისს მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკეულ აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. მაშინ აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, რომელსაც ვამბობ. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ აი გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა. მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ. დაგიხსნით რატომ? იმიტომ რომ ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა 21 წლის 18 თებერვალს,
ჩემი გადადგომის ღამეს ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნის და ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ. მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. აგიხსნით რატომ? უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. ის რომ ცავასა და სხვების საქმეზე სტრასბურგში ჩემი იუსტიციის მინისტრობისას გაიგზავნა მოსაზრებები, ეს არის სიცრუე. ვინაიდან ეს მოსაზრებები სახელმწიფოს შესაგებელი გაგზავნილია 2021 წელს და ამ დროს მე გახდით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. თქვენ ბრძანეთ, რომ რაც თქვენ თქვითო, მე მითხარით. ეს არაფერი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერიაო. ესეც არის ტყვილი. პირდაპირ წერია, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე. რომ მაშინ მოსაგერიებელი იყო ეს შტურმი. ეხლა მე არ მინდა წარმოვიდგინო, რომ თქვენ ეს წაკითხული არ გაქვთ, მე შემიძლია ეს განაჩენი თუ გადაწყვეტილება მოგცეთ, აქ ის წერია ზუსტად რაც მე ვთქვი. ანუ ვუბრუნდები ჩემ შესავალ სიტყვას, შესაბამისად. ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში სტრასბურგმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ მმართველი პარტია თქვენთან ერთად მაშინ ხედავდით და ვამბობდით, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე და რომ დასაცავი იყო საზოგადოებრივი წესრიგი. მე პოლიტიკურადაც არ მესმის, რაში გჭირდებოდათ იმის თქმა, რომ ეს სტრასბურგს არ უთქვამს. სტრასბურგმა თქვა რეალობა და ის, რასაც თქვენც იძახდით, როცა იყავით მინისტრი. ეს მეორე. მესამე. თქვენ რაღაცნაირად გადაწყვიტეთ, რომ თანმოხვედით პარლამენტში, რომელსაც იძახით, რომ არ აღიარეთ, მოდით თქვენ აზზე დარჩით, ჩვენ აზზე დარჩებით, საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს. თქვენ თუ აქ ხართ არ აღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ. თავს ნუარიდებთ კითხვებზე პასუხს. აი ესეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებების კითხვა მე თქვენზე ოდნავ უკეთ შემიძლია და დავანებოთ თავი. ბრძანება, რომელიც გამოიცა, ხო, როგორც წესი გამოიცემა ხოლმე მინისტრის მიერ ბრძანება, როცა საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა ან დაცვა. თქვენ ასეთი ბრძანება გამოეცით, როდის გამოეცით, რას ითვალისწინებდა ეს ბრძანება და როგორ განვითარდა მოვლენები ეს რომ გითხრათ. რა თქმა უნდა, ბრძანება იყო გამოცემული, ეს იყო სპეციალური გეგმა, რა თქმა უნდა, ამ გეგმას ხელს აწვაწერდი მე და ჩემი მოადგილეები. ამ გეგმასთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის შესაბამისად წავიდა იმ ღამეს ოპერატიული ქმედებების ბევრი ნაწილი, ზოგი გამოვიდა გეგმის ფარგლებიდან, შემდგომ გეგმის ფარგლებში დაბრუნდა. ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით ვინ გასცა? ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს, გავეცი მე, სხვა შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. შესაბამისად, თქვენ ამბობთ, რომ ადგილზე მყოფმა კონკრეტულმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება წყლისა და ცრემლსადენი გაზის გარდა ასეთი საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებას. მე ვამბობ იმას, რასაც ვამბობ. მე ვამბობ, რომ ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. მაგრამ თქვენთვის ცნობილია ვინ გასცა ეს ბრძანება, თუ თვითნებობას ჰქონდა ადგილზე? მე რომ ცოდნო და ცნობილი ყოფილიყო, რომ ასეთი ბრძანება არსებობდა, ან ვინმე გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობინებ. შესაბამისად, სხვას თქვენ ადგილას ასეთი ბრძანება არ გაუწია. შესაბამისად, ამის შესახებ მე არ ვიცი. ეჭვი გაქვთ, რომ სხვამ გასცა, თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი? მე არაფერი არ მაქვს. მე ვამბობ, რომ შესაბამისად მე არ ვიცი. გასაგებია. თქვენ
რათან მიმდევრობით გამოიყენეთ სხვადასხვა საშუალებები, რომლებზეც თქვენ გაეცით ბრძანება. ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რომელიც არის პოლიციის შესახებ კანონში. ჯერ წრემსადენი გაზი, შემდგომ წყლის ჭავლი. ტყვიები რა მომენტში იქნა გამოყენებული? როგორც მახსოვს, ეს მოხდა სადღაც შუაში. წრემსადენ გაზსა და წყალს შორის. დიახ. გასაგებია. თქვენ ამ დროს სად იმყოფებოდით? ოპერაციის მართვისას სამინისტროდან მართავდით თუ პარლამენტში? ნაწილობრივ სამინისტროდან, შემდგომ პარლამენტში. თქვენს გარემოცვაში იმ დროს პარლამენტში ვინ იმყოფებოდა? საბანაძე, შენობაში იმყოფებოდა ბორცვაძე, დანარჩენები არ მახსოვს ვინ იყო კიდე. ტყვიების გამოყენების ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და არც ისიცით ბრძანება არსებობდა თუ არა და ადგილზე ხომ არ მიიღო კონკრეტულმა სპეც დანიშნულების დანაყოფის წარმომადგენელმა ასეთი გადაწყვეტილებად, რომ თქვენ ამის შესახებ არ იცით, მაგრამ ეს ტყვიები გამოყენებული რომ მე ეს არ მithქვამს. მე ვთქვი, რომ არც მე და არც ჩემს მოადგილეებს ეს ბრძანება არ გაუციათ. დანარჩენი ყველაფერი თქვენ რაც თქვით ახლა თქვენი ინტერპრეტაცია, რაც შეეხება გამოყენების შემთხვევებს, ეს იყო თვით მოგერიების კონტექსტში გამოყენებული ტყვიები. იმ შემთხვევაში თუ პოლიციელები თუ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები იქნებოდნენ ჯებირის მიღმა და არა ჯებირის წინ. თქვენ როგორ თვლით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ამ შემთხვევაში? ეს ერთი. მე ვიცი ასეთი რამე, რომ როდესაც აღარ იყო უკვე ეს რეზინის ტყვიები საწყობიდან, ეგრეთ წოდებული საწყობიდან, მოიხმარეს იმ თანამშრომლებმა ვანო მერაბიშვილის დროინდელი შემოტანილი ისეთი ტონის ეს რეზინის ტყვიები, რომელიც იყო ძალიან მკვრივი და იმიტომაც ყავდა ამდენი დაზარალებული. თუ იცოდით ამის შესახებ. ტყვიები სად ინახება, როდის ინახება, რა ფორმის არის და რანაირი არის, ამაზე პასუხს აგებს შესაბამისი ადამიანები. ამ შენობაში მე მაშინ რო არ გამეკეთებინა ის რაც გავაკეთე. რაზეც არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევ. მე აქ ხო რაღაც ავს არ ვიმართლებ და არ ვამბობ, რომ აი ეს კომისია იქნებოდა ნაცების კომისია და თქვენ ყველანი იჯდებოდით აი აქ ჩემთან ერთად ამ მხარეს. თქვენ თუ მიუთითებთ იმ ხარვეზზე, რომ წყლის ჭავლის ირგვლივ კოლოფის შეკვრა დროში გაჭიანურდა, ასეთ დასმულ კითხვას მე მივიღებ და გიპასუხებთ, რომ წყლის ჭავლის კოლოფის შეკვრა უფრო სწრაფად რომ მომხდარიყო, შესაძლებელია ბევრი რაღაცა სხვანაირად წასვლა. ეს არის და ეს. მარტო კითხვებზე არ პასუხი არ არის დასჯადი. ურთიერთგამომრიცხავი პასუხებით დასჯადი ეს ისე რომ იცოდეთ. რაც 20 ივნისს ხდებოდა. იყავით თუ არა უშუალოდ პასუხისგებელი ამ ყველაფერზე. მეცდები ცოტა სწრაფად ვილაპარაკო, იმიტომ რომ რაღაც ბუქსაობთ რა. ბუქსაობთ თუ არ ბუქსაობთ, ამას მე გადავწყვეტ. ჩვენ დაგვჭირდება საღამომდე დრო, ვისხდებით აქ საღამომდე. ჩვენ არ სადარ გვეჩქარება და თქვენ მithumetes სად უნდა გეჩქარებოდეთ. გააგრძელეთ. ნაცები ახსენეთ ახლა და შოუს მოწყობები ხო კარგად გახსოვთ, თქვენი დეპუტატები იყვნენ, გვაშაძეები და სხვები. ნუ დაემსგავსებით, თლად ხავეიშვილის დონეზე ნუ დაეცემით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ბევრჯერ მithქვამს, რომ პოლიტიკური პასუხებლობა ყველაფერზე იმაზე რაც ხდებოდა იმ ღამეს, ეს არის ჩემი პასუხებლობა და მე ამას ვატარებ. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხებას, ეს არის გამოძიების საკითხი, რომელმაც უნდა დაადგინოს და სამართლებრივი პასუხება არის სამართლებრივი პასუხებლობა. გიორგი გახარიას მოსმენა ამ დრომდე გრძელდება, როგორც მაყურებელმა მოისმინა, არაერთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მოვისმინეთ დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისგან. გიორგი გახარიამ ასევე სცადა საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ აქციის დაშლის გეგმა მან მოადგილეებთან ერთად შეადგინა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ პროცესში თავად მინისტრი ჩართული არ ყოფილა, მან გეგმას უბრალოდ ხელი მოაწერა. ამ გეგმაში კი გარკვეული ფურცლები საერთოდ ცარიელია, როგორც
როგორც დღეს კომისიის ხდომაზე შევიტყვეთ. ამ დრომდე გრძელდება გიორგი გახარიას მოსმენა 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. ეს მის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის პერიოდში კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს, ამასთან დაკავშირებით კითხვებს უკვე უახლოეს წუთებში მოვისმენთ. თქვენ დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს, რომ ბრძანების გარეშე ითავხედეს, ასე ვთქვათ და თვალები დათხარეს ვიღაცებს. თქვენ პოლიციელებს დააბრალეთ და ამ დროს ინტერვიუებში ყველგან ამბობთ, რომ მე გავეცი ეს ბრძანებაო და მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელია. თქვენ ქალბატონ ჟურნალისტ გრიგოლიასთან ბრძანებთ ეგეთ რამეს, რომ რა თქმა უნდა მე გავეცი ბრძანება, თქვენი სიტყვებია, ვციტირებ. გრიგოლიას კიდევ ერთ კითხვაზე, თქვენ გაეცით ბრძანება, ის გეკითხებათ, იმ საშინელი ტყვიების გამოყენებაზე? გახარიას, ანუ თქვენი ბატონი გიორგი გახარიას პასუხი. მე მესმის თქვენი სიტყვა საშინელი, თქვენთვის მისაღებია. ჩემთვის არ არის მისაღები, იმიტომ რომ ის ტყვია არის არალეტარული და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის გამოსაყენებლად. ბატონ გიორგი, მოდით რა, ისე ნუიზავთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები. ყველა ინტერვიუში, ოფიციალურ ჩვენებაშიც, ნათქვამი მაქვს, რომ სრული პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემს. ვინც გვიყურებს, რომ აი ბრძანება არის, ეს არის გეგმა და უამრავი ფურცელი არის ცარიელი. მაგალითად, მონაწილე პირების სახმისები, ღონისძიებაში მონაწილე ხელმძღვანელი პირების სახმისები, ცარიელი ფურცლებია. ეს ბრძანება მიჩენს მეჯს, რომ ex-post facto არის გაფორმებული ალბათ და მერე დაიწერა. სპეციალური საშუალებები, წყალსარტყორცნი მანქანა 2, ჯავშან მანქანა კობრა 2, Land Rover-ი ხმის გამაძლიერებლით 2, სახანძრო მანქანა 2. არსა და აქ არ არის გათვალისწინებული, რომ ტყვიები საერთოდ იქ უნდა ყოფილიყო. ამას ბრძანება არ ჭირდება, როდესაც იყენებენ თვით მოგერიების რეჟიმში. სათამაშოდ მომიყვანეთ კაცო აქ. სათამაშოა მაგა გომურის ამოთხრილი თვალი. ახსენებთ, გამოგეძიებინათ. თქვენ ვიყავით პრემიერ-მინისტრი 2021 წლის თებერვლამდე. ამიტომ მე მაქვს კითხვა. ხომ არ ახდენდით ზეწოლას პროკურატურაზე, რომ ამ საქმის გამოძიება არასწორი მიმართულებით წასულიყო? არა. არც თქვენი რომელიმე თანამშრომელი მთავრობის ადმინისტრაციაში, ან თქვენი ყოფილი მოადგილეები, რომლებიც მონაწილეობდნენ შტურმის მოგერიებაში და შემდეგ თქვენი პრემიერ-მინისტრობისას საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. ისინი ხომ არ იყვნენ ჩართულნი გამოძიების ამა თუ იმ მიმართულებით წაყვანაში? არა. ესე იგი, თქვენ იყავით მას მერე წელიწად ნახევარი პრემიერ-მინისტრი, არ შეგაწუხათ იმან, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა თუ არ დაადგინა ჭეშმარიტება, მაგრამ ეხლა ხართ ამით შეწუხებული, გასაგებია. არ გიფიქრიათ, რომ ინტერესთა კონფლიქტი გააქვთ? რის ინტერესთა კონფლიქტი მაქვს? მაშინ ჩემი მოადგილე იყავით. რა ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება მქონდეს მე ყოფილ იუსტიციის მინისტრ 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით? ყოფილ იუსტიციის მინისტრ მთავრობაში, რომლის თავმჯდომარეც ვიყავი მე. ვიყავი თუ არა პარლამენტის შენობაში თქვენთან ერთად იმ ღამეს? როცა თქვენ შტურმს იგებდით? არა, თქვენ საქართველოში არ იყავით მაშინ. საქართველოში არ ვიყავი, რა კარგად ხსომებიათ. შესაბამისად, რა ტიპის ინტერესთა კონფლიქტია საუბარი? თქვენ მაშინ იუსტიციის მინისტრი იყავით და ალბათ უფრო ბევრად მეტი კვეთა გექნებოდათ გენერალურ პროკურატურას. ეს არის მართლაც ტყვილი, რომ დაგიბრუნოთ თქვენი სიტყვა, იმიტომ რომ ეს ის დროა ჯერ კიდევ 2013 წლის მაისიდან, როცა კანონში ჩაიწერა, რომ იუსტიციის მინისტრს არანაირი შეხება არც აქვს და არც უნდა გქონდეს. ეკრძალება პროკურატურა გავიდა გახდა დამოუკიდებელი. სამაგიეროდ პროკურატურა დარჩა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილად, რომლის ხელმძღვანელის თქვენ იყავით. შესაბამისად, იუსტიციის მინისტრს ვერავითარი ბერკეტი ვერ ექნებოდა პროკურატურაზე, მაგრამ თქვენ ნამდვილად გქონდათ ყველანაირი ბერკეტი, რომ ან დაგეჩქარებინათ გამოძიება, ან ხელი შეგეშალათ მისთვის. ვის მიმართეთ და ვინ გითხრათ დახმარებაზე უარი თუ ასეთი იყო? რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის ძალოვანი უწყებები,
20 ივნისის ღამის ღონისძიებაში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ჩართული იყო. მარწერია მაშინ ეს ბრძანებაში. სადაც რაციაში სახმისებს რო ვეძახით, რამდენიმე ფურცელი არის ცარიელი. სახმისების ფურცელი რატოა მნიშვნელოვანი, რომ მე აქ კი არ შეგეკითხებოდით რაციაში ვინ ყავდათ ჩართული მეთქი. აქ იქნებოდა ჩამოწერილი, რომ მაგალითად სახმისში სუსის უფროსი ვახტანგ გომელაურს მინიჭებული აქვს ნომერი 7. ნომერი 7, აბა ეს მითხარი და რაღაცას გეტყოდათ. იყო ასე ჩართული. სუსის უფროს ვახტანგ გომელაურს ჰქონდა თავისი კომპეტენცია, თავისი უფლება მოსილებები, რომლითაც სრულად იყო ჩართული და უზრუნველყოფდა ინფორმაციულ უზრუნველყოფას. იყო ჩართული. ტელეფონით გიკავშირდებოდათ. ტელეფონით ვიკავშირდებოდა დიახ. მე შესაბამისი უწყებები, ჩემს მოადგილეებს, სუსის მოადგილეები. არ გაიხსენებთ, რაც სუსმა მოგცათ და გაიწვევთ. ძალიან ბევრი რჩევა, რომლებიც ყველა გათვალისწინებული იყო. ეხლა ესე არ მახსოვს. ხო, მე ახლა თქვენ იმდენჯერ თქვით, სხვებს დააბრალეთ, ტყილს იძახითო. ასე რბილად ვიტყვი, რომ მე მგონი თქვენ ტყუით, ბატონო გიორგი, სწორედ იმ ჩემი ვიცე-პრემიერობის პოზიციიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თქვენ სამწუხაროდ, ჩვენ და ყველა სამწუხაროდ, მაკო გომურის სამწუხაროდ და სხვა დასახიჩრებული პირების სამწუხაროდ, ვახტანგ გომელაურისგან და სუსისგან არც ერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება. რკინის კედელი არ იდგაო, რო იძახით. ეს რკინის კედელი ციდან ხო არ დაეშვებოდა. ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი. სადაც იქნებოდა სპეცსაშუალებებში, ასევე შესაბამის ფურცელზე, თქვენ ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ, რომელ ფურცელზე, ჩაწერილი, რომ ისატანი იყო ადგილზე რკინის კედლები. ღობე რკინის იყო ჯებირი ნამდვილად, რომ არ იყო საკმარისი, მე ხომ არ მოვიტანდი უცხოეთიდან იუსტიციის მინისტრი იღლიაში იმას, რა ქვია, რკინის კედლებს მოგეტანათ რკინის კედლები. არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი და სავარძელში არ ჩაგესვათ. და დამთავრდებოდა ყველაფერი. ნუ გაურბიხართ პრობლემას. არაფერს არ გაურბივარ. გიორგი გახარია დღეს თავის დაცვას როგორც ჩანს ტყუილებით ცდილობს, რადგან მაყურებელმა მოისმინა, რომ დღეს თეატრულუკიანმა ის რამდენჯერმე ამხილა და ამ წუთებშიც სწორედ მათ შორის არის კამათი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. უკვე 2 საათია გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხობს. პარლამენტიდან ნინო არღულიანი საუბრობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა და ძალადობა, მათი უცხოელი დონორების პასუხისმგებლობა. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები, მარიამ ქართველიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ ეს ადამიანები არამხოლოდ პოლიტიკურ პოლარიზაციას ახალისებენ, არამედ ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რაც ძალაუფლებისთვის მათი ბრძოლის მთავარი ტაქტიკაა. ამ სიტყვების ავტორი პარლამენტის თავმჯდომარეა, ადრესატი კი როგორც თავად ამბობს NGO კარტელები და ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია. სიძულვილის გაღვივება, საცხოვრებელ სახლთან ხმის გამაძლიერებლით მუქარა, შეურაცხყოფა მათ შორის ოჯახის წევრების და მცირეწლოვანი ბავშვის. საუბარია თეატრულუკიანის სახლთან გვიან ღამით რამდენიმე აქტივისტის მისვლაზე, ეს მართველი გუნდისთვის ტერორია. კითხვები აქვთ იმ დონორებთან, რომლებიც აფინანსებენ იმ ჯგუფებს, რომლებიც ჩართულები არიან ხმაურიან პროცესებში. ნაციონალური მოძრაობისთვის პროტესტის ფორმა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვის სიძულვილის ენას და მშობლის მიმართ მუქარას ისმეს მათთვის მისაღები და მეტიც ლოგიკურია. მე არ ვიცი სახლში მივარდნაში რას გულისხმობთ, თეატრულუკიანი გაიხსენეთ, რა ტიპის განცხადება გააკეთა. გიკვირთ რომ ადამიანები აღშფოთდნენ, ამ ფონზე გიკვირთ რომ ის ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლოს სიყვარული, ერთგულება, პატრიოტიზმი, გაბრაზდებოდნენ, რამე საკვირველი არის ამაში? არასამთავრობო და მათი დონორები დღეს არიან მთავარი წყარო სიძულვილის გაღვივებისა და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის ცდილობისა. შეგახსენებთ თქვენ, რომ რა გვაკადრეს ჩვენ დონორებმა და მათმა NGO-ებმა 9 აპრილს, როდესაც გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს, გადაეღობნენ მოქალაქეებს, ვისაც სურდა მისულიყო და პატივი მიეგო 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნას, გადაეღობნენ და ჩვენ ეს გვაკადრეს, რომ ის თარიღი, რომელიც მთლიანად ერს აერთიანებს, აი ამ თარიღში შემოეტანა დაყოფა.
ეს გაკეთდა დონორების დაფინანსებით რამდენიმე NGO-ს ხელით. შეგახსენებთ, რომ არც ერთი დონორი დღემდე არ გამიჯნია ამ საზიზღარ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რამდენიმე NGO, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახთან მივარდნა, შუაღამის, როცა იქ მცირეწლოვანი ბავშვიც იყო, მუქარები, სიკვდილისთვის გამეტება და ასე შემდეგ, სხვადასხვა NGO წარმომადგენლის მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვა, რომ არც ერთ დონორს რომლებიც აი ამ ორგანიზაციას აფინანსებენ, არაფრად არ აგდებენ ქართულ საზოგადოებას. არ აგდებენ იმის ღირსად, რომ ის მაინც თქვა, რომ მიუღებელია, არ შეიძლება, არასწორია. თვითონ გამონახონ სიტყვები, ხა თუ არ უნდათ, რომ თავის შექმნილ მონსტრებს რაღაც მკვახი განცხადებებით გაემიჯნონ, რბილად მაინც თქვა, რაღაცა თქვა. ერთი სიტყვა გვითხრან, გვაკადრონ, გვაღირსონ ჩვენ საზოგადოებას, რომ ამდენ ფულს რომ ხარჯავენ ამ ადამიანებში, რომლებიც სიძულვეს აღუებენ ჩვენს ქვეყანაში, გვითხრან ერთი არის თუ არა ეს მათთვის მისაღები. ერთ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ ჩვენ გავეცით თანხები და პასუხისმგებლები არ ვართ საერთოდ თუ რას გააკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხოლო მეორე შემთხვევაში საერთოდ პასუხისმგებლად კი არ ხდებიან ქართულ საზოგადოებას. ეს არის მათი დამოკიდებულება იმ დონორებისა, რომლებსაც თითქოს უწერიათ, რომ მათი მთავარი დანიშნულება ის არის, რომ დემოკრატიისთვის იბრძოლონ და ხელი შეუწყონ მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებას, მაგრამ რეალურად ლიბერალურ ფაშიზმს ახალისებენ და აფინანსებენ. ამაზე კიდევ პასუხისმგებლობის აღებაც კი არ უნდა. ამის სამწუხარო მაგალითია ქალბატონ თეატრი ულუკიანის წინააღმდეგ მიმართული ის ყოვლად სულდაბალი საქციელი, რაც ვიხილეთ ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ, რომელსაც მაგალითად ეხმიანებოდა ქალბატონი ბაბუცა პატარაიაც, ერთი შეხედვით უწოდებს ადამიანი ქალთა უფლებების დამცველს, ხოლო მეორე მხრივ ქალბატონს სიკვდილს უსურვებს, ეს არის მათი სახე. რეალური სახე. ეს ქალბატონ ბაბუცას წამოწდა, თორე რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამ ყველაფერს აკეთებენ. მათი განცხადებები, თითქოს და გაწერილი მიზნები არის დემოკრატიული და სასიკეთო, ჰუმანური, მაგრამ რეალურად ეს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ლიბერალურ ფაშიზმს და ძალადობებს აფინანსებენ, აორგანიზებენ და მათ შორის გაატრიალების ცდილობები აქვს. სიძულვილის და ზიზღის კამპანიის შემქმნელების და დამფინანსებლების მიმართ დასმული ყველა კითხვა ამ დრომდე უპასუხოდ რჩება მართველი გუნდი პასუხებს სიტყვის იზიარებენ თუ ემიჯნებენ. ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც ჯერ პასუხი არ მივღიათ. ეს მარიამ ქართველიშვილი იყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება. პროექტში წერია, რომ დემოკრატიული კონსტიტუციური წესწყობილების დაცვას ემსახურება იმგვარი პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის აკრძალვა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას. აღღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36 მუხლს ემატება მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება აკრძალოს პარტია იმ შემთხვევაში, თუ მისი გაცხადებული მიზანი ან და საქმიანობის არსი, მათ შორის პერსონალური შემადგენლობა ან საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა არსებითად იმეორებს აკრძალული პარტიის მიზნებსა და საქმიანობის არსს. ამის პარალელურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ზუსტდება სპეციალური, ანუ შემჭიდროვებული ვადები პოლიტიკური პარტიის საქმიანობის, კონსტიტუციურობის და ამ პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების გამოსატანად. შედეგი აი ამ საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა იქნება ის, რომ კიდევ უფრო მეტად გამტკიცდება სახელმწიფო სუვერენიტეტი, ვინაიდან ჩვენ თუ ჩავხედავთ საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლის მესამე პუნქტს და იმ საფუძვლებს, იმ კრიტერიუმებს, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს პარტიის აკრძალვას, იქ არის კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლა, იქ არის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, იქ არის სხვადასხვა ტიპის შუღლის გაღვივება, ძალადობის პროპაგანდა, ომის პროპაგანდა და ასე შემდეგ. ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რაც
შეიძლება მაღალი სამართლებრივი გარანტიები და ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩო იმისთვის, რომ ესე იგი მაქსიმალურად იყოს შესაძლებელი პარტიული სისტემის გაჯანსაღება, რაც რა თქმა უნდა დადებითად აისახება ისევ და ისევ დემოკრატიული კონსოლიდაციის კონტექსტში. პარტიების გაუქმებაზე არაფერი არ იცვლება, როგორც აქამდე არსებობდა სისტემა, რომლის გამოყენებითაც სხვათა შორის მაშინდელ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას სურდა ერთ-ერთი პარტიის გაუქმება და გამზადებული ქონდა სარჩელი ამისთვის, ზუსტად ის კანონია, რომლითაც ქალბატონი ნინო ლომჯარია აპირებდა ერთ-ერთი პარტიის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით. აქ არაფერი არ იცვლება. კანონში რაც ახლა გაიწერება არის ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც პარტია ცხადდება არაკონსტიტუციურად, თუ კი იგივე ადამიანები, იგივე იდეოლოგიით, იგივე მიზნებით ადგენენ უბრალოდ სხვა სახელს დაირქვენ, ეხლა ეს უბრალოდ ჩვეულებრივი თაღლითობა, რომელიც არ უნდა დაუშვათ. იმ შემთხვევაში, თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო რომელიმე პარტიას გამოაცხადებს არაკონსტიტუციურად და იმ პარტიის ბირთვი, როგორც ასე ვთქვათ, ადამიანების მხრივ, ისე მიზნებიდან გამომდინარე აისახება რაღაც სხვა ახალ პარტიაში, ასე ვთქვათ, fake პარტიაში, რომელიც თავისი არსით არის ასლი აკრძალული პარტიისა, ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ კვლავ მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლო უკვე უფრო დაჩქარებულ ვადებში განიხილავს და თუ დაადგენს, რომ ეს არის იდენტური თავისი შინაარსით, შემადგენლობით არსით აკრძალული პარტიისა, მაშინ აკრძალავს იმ პარტიას. ჩვენ ხედავთ, რომ ნაციონალურ მოძრაობა ჯერ თავისი 9 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ უკვე 13 წლიანი ოპოზიციაში ყოფნის დროს არასვენებს ამ ქვეყანას. ოპოზიციის უმრავლესობა აღიარებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. განცხადებები გაკეთდა ლელოდან. აღიარება მოვისმინეთ თინა ხიდაშელისგანაც. ქრონიკა დაუკავშირდა ხიდაშელს, მან თქვა, რომ მუშაობდა ტელეკომპანია იმედის მფლობელის წინააღმდეგ, აკრიტიკებს იმედს, თუმცა კონკრეტულ კითხვაზე პასუხს თავს არიდებს. სანქციებსა და ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე კითხვას იცილებს ნაციონალური მოძრაობაც. გამოცანა არის ძალიან მარტივი. თქვენი პატრონი უნდა დასანქცირდეს რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტი იმედის წინააღმდეგ და მისი პატრონის წინააღმდეგ. რა ღონისძიებაც იქნება საჭირო, ყველგან მიგულეთ სათავეში. კითხვებულებები რა გაქვთ იმის, რასაც ახლა იმედის მოსამართლედ ამბობთ, ქალბატონი თინა. კითხვა თუ გაქვთ, დამიძახეთ ეთერში. ვინც გააკეთა ეს განცხადება, თვითონ კითხეთ, ვისთან როგორ მუშაობენ და რას ეხმარებიან. ჩვენ გეუბნებით, რომ ჩვენი საქმე არის ვესაუბროთ, დასავლელთ ჩვენ პარტნიორებს საქართველოს მომავალზე. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრებს და სხვა სახელმწიფოს იარაღად გამოყენებას ცდილობს, არის მოღალატე. ჩვეულებრივად არიან 21 საუკუნის მოღალატე ორჯონიკიძეები, რომლებიც დადიან სხვადასხვა დედაქალაქებში და ცდილობენ, რომ გამოიწვიონ ასე ვთქვათ ზალპური ცეცხლი საქართველოს წინააღმდეგ. მეთოდები იცვლება, ადრე თუ ტანკებით და ქვემეხებით შემოდიოდნენ და იარაღით და ქვემეხებით და იარაღით და სისხლით შემოდიოდნენ, ახლა სანქციები არის 21 საუკუნის ტანკები და ქვემეხები. და თორემ мотивация დამოკიდებულება ერთი და იგივე არის. ზოგიერთ შეიძლება უცხოეთში საშუალება რო ქონდეს, შეიძლება ტანკებითაც შემოსულიყო საქართველოში დემოკრატიის აღდგენის мотивაციით. ბიზნესმენების დასანქცირება, რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს ეკონომიკური აქტივობის შემცირებას. ყველაზე მეტი რაც ამ ადამიანებს ხელში აქვთ გაჩხერილი, ეს არის ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ქართული ოცნების მშვიდობიანი პოლიტიკიდან და პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ამ ადამიანებს უნდათ, რომ ისევ და ისევ, აი მაგალითად ლორა თორტონის დავალება, Deep State-ის და გლობალური რომის პარტიის დავალება რომ შეასრულონ, რომელიც გულისხმობდა, რომ ჩვენს ქვეყანაში თუ არ იქნება ეკონომიკური რეცესია და ეკონომიკური ვარდნა, შეუძლებელი იქნება კოლექტიური დასაზრდოობის ხელისუფლებაში მოყვანა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები განიხილეს, რომელიც გრანტების გაცემას ეხება. პროექტით მკვიდრდება მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესი. მიზანი სუვერენიტეტის დაცვა და კიდევ უფრო გაძლიერებაა. ყველა კეთილსინდისიერი დონორი, ვინცაც სურვილი აქვს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს
თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა სფეროში, მას არაფერი არც დასამალი აქვს ხალხის მიმართ და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი კეთილსინდისიერი წამოწყება მხარდაჭერილი როგორც იყო აქამდე ხელისუფლების მხრიდან, ამის შემდეგაც იქნება მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან. ამავე დროს ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც არსებობდა, ამჭვირვალე გახდეს ეს პრაქტიკა და ნახოთ რა განაცხადები ექნებათ დონორებს სხვადასხვა დაფინანსებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებობენ არაკეთილსინდისიერი დონორები, მაგალითად ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც სპეცსამსახურის მეთოდით ფარულად აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, პარტიებს და შემდეგ ჩვენ ამას შემთხვევით ვიგებთ ხოლმე და მათ შორის ჩვენ ვიხილეთ ეს 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, რომ იყო მასიური ჩარევა არჩევნებში გარედან, ზუსტად აი ამ ფულით. ეს შესაძლებლობას მოგცემს ჩვენ, რომ ის არაკეთილსინდისიერი წამოწყებები, რომელიც ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, რომელიც ემსახურება ზიზღის დათესვას, რომელიც ემსახურება შიდა პოლიტიკაში არაჯეროვან და არასათანადო ჩარევას, ასეთი პროექტები, რა თქმა უნდა, იყოს დანახული, ვის აქვს ამისი სურვილი. ჩვენ ხომ გვეუბნებიან უცხოური დონორები და მათი დაფინანსებული NGO-შნიკები, რომ ჩარიცხული თანხები კეთილ მიზნებს ხმარდება. თუ ჩარიცხული თანხები კეთილ მიზნებს ხმარდება, და დონორების ინიციატივაც არის, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს, რაშიც მთელ რიგ შემთხვევებში არამხოლოდ ეჭვებარება პირდაპირ დადასტურებული ფაქტათვისით, რომ არა აქვს კეთილი ზრახები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ ყველაფერი ექნებათ ისე, როგორც ქართული ხალხის ინტერესშია, რა თქმა უნდა, მიმართავენ და აიღებენ თანხმობას, რომ გრანტი ჩაირიცხოს და გრანტი იქნეს გაცემული საქართველოში. ის ადამიანები, ვინც აცხადებენ, რომ გრანტის გამცემები, დონორები არ მიმართავენ საქართველოს მთავრობას, პირდაპირ აღიარებენ, რომ უცხოური დონორების მიერ საქართველოში ჩარიცხული თანხები, გაცემული გრანტები არ ხმარდებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ რატომ უნდა გაუჩნდეთ მათ პრობლემა, რომ მთავრობას მიმართონ თანხმობის ასაღებად? ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ კანონპროექტი იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა, მომავალ სასესიო კვირას ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცდება. სასჯელი და რეგულაციები ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრდება. მოსმენით კოლეგებო გთხოვთ, რომ შესაბამისად საკითხი რიგი საკითხები, რომელიც ეხება მაგალითად ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის საკითხებს, საფუძვლებს მის განხორციელების წესს, ამავდროულად ნარკოტიკული სიმთვრალის ქვეშ ყოფი, ნარკოტიკული თხრობის ქვეშ ყოფი ადამიანის მიერ მანქანის, ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა საკითხებთან დაკავშირებით რიგი ცვლილებები არის წარმოდგენილი, ასახულია დარიგებულ ტექსტში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 წარსულში ასამართლებია. პირადი და ავტომანქანის შრეკის შედეგად ამოღებულია და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაულები 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. რეკლამის შემდეგ ქრონიკა ისევ პირდაპირ ეთერშია. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 619 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ მარტში საქართველოს ექსპორტმა 566 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8%-ით აღემატება. საქართველოში საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ, რა თქმა უნდა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე შეადგინა 5 მილიარდ 619 მილიონ დოლარზე მეტი, რაც 16.2%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ექსპორტი გაზრდილია 5.7%-ით და შეადგენს მილიარდ 401 მილიონ დოლარზე მეტს, ხოლო იმპორტი გაზრდილია 20.1%-ით და აჭარბებს 4 მილიარდ 217 მილიონ დოლარს. შესაძლებელი მონაცემები გავუქვეყნეთ ექსპორტთან დაკავშირებით, მარტისთვის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ექსპორტთან მიმართებით 565 მილიონ დოლარზე მაღალი
იყო ექსპორტი მარტის თვეში და შეგახსენებთ, რომ 2024 წელსაც რეკორდული იყო ექსპორტის მაჩვენებელი. საქართველო აგრძელებს რეკორდული მაჩვენებლების დემონსტრირებას, ექსპორტი იზრდება ეკონომიკა და საბოლოო ჯამში ყოველი ეს გამოიწვევს როგორც სოციალური ფორმის გაწესახებას, ისე ბიზნეს სექტორის განვითარებას, ეკონომიკის ზრდა იქნება მაღალი, ექსპორტი იქნება უმაღლეს ნიშულზე. საქართველოში კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა ტრანსავია ფრანსი პარიზი თბილისი პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 12 აპრილიდან კვირაში ორჯერ ასრულებს. პირველი რეისით პარიზის ორლის აეროპორტიდან 163 მგზავრი ჩამოფრინდა. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე. Air France-სა და KLM შვილობილმა ავიაკომპანიამ პირდაპირ ავიარეისები დაიწყო საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და თბილისის აეროპორტს შორის. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.